საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ტელეკომპანია იმედს წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშს ეყრდნობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით 2025 წლის 8 სექტემბერს ჰოლანდიურმა საგამოძიებო მედია პროექტმა გამოაქვეყნა სტატია, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მედია საშუალებას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათ მეტი დეტალი გაარკვიეს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი იმედს მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს. ორგანიზაციის ცნობით ზარალის დასაფარად ტელეიმედი მისი მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან წლიდან წლამდე შეღავათიან სესხებს იღებს, რომელთა დაბრუნებას ტელეიმედს არავინ სთხოვს. 2022 წლის ბოლოს იმედის სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ მინიმუმ 61 მილიონი ლარი იყო. ქართულ ჯგუფთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან ერთად დავალიანება 165 მილიონ ლარს აღწევს, რაც იმედის დაფინანსების 50%-მდეა. იმედის დაფინანსება შეღავათიანი სესხებით ხდება. 2023 წელს ტელეკომპანიას 331 მილიონი ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის ორი მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან დაკავშირებული კომპანიების საშუალებით. კომპანია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ბოლოს მას 388 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი. მიმდინარე ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია ისეთი კომპანიებისგან აღებული სესხებით, რომლებიც კომპანიის აქციონერები და მათი ჯგუფის წევრები არიან. კომპანიის ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ აღნიშნული კრედიტორები მოითხოვენ სესხების დაფარვას, ისე რომ ტელეიმედს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნას. 2018 წელს ტელეიმედს 151 მილიონი ლარის სესხი ჰქონდა აღებული, ხოლო 2023 წელს უკვე 331 მილიონი ლარი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კომპანიის ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის ირაკლი რუხაძის კომპანიებისგან მოდის, თუმცა ფინანსური ანგარიშების ანალიზმა აჩვენა, რომ იმავე სქემით ტელეიმედის დამფინანსებელთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებიც არიან.